გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით ყველას. ტრადიციულად ჩემს გამომწერებს პირველ რიგში, იმიტომ რომ და იმათ განსაკუთრებით ვინც მეხმიანებით, ყოველთვის გამოგყოფთ თქვენ, იმიტომ რომ შემიძლია თქვა, იცი, არ მინდა რომ ეს იმასავით გამომივიდეს რაღაც, მაგრამ თქვენ ახართ ადამიანები, რომლებიც მაძლევთ იმის იცით რა სურვილს აღმიძრავთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესმით ჭეშმარიტად ყველაფერი. და თანაც რა, იცით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცუდზე არ ფიქრობენ და ჩასაფრებულები არ არიან და ესეთი ადამიანები არსებობენ. მე ეს უკვე მაძლევს იმ სტიმულს, რომ ვისაუბრო სიკეთეზე, პატრიოტიზმზე და ასე შემდეგ. თუმცა თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ წინა ის გამოვრთე კომენტარები ნაადრევად და სხვა კომენტარებიც გამოვრთე, რატომ? იმიტომ რომ ალბათ რა ვიცი გაწყინათ ქებამ თუ რა არის, არ ვიცი, ახლა კიდევ ვიმეორებ, ძალიან ისეთი ღვარძლიანი წერილები, კიდევ ვიძახით ჩასაფრებული პოზიციიდან გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზები. ეს უფროს უმცროსობის ინსტიტუტი რო დაარღვიეს, ესე იგი უკაცრავად მიშას გუნდმა, ასე ვთქვათ, და ის განათლების მინისტრად რო ყავდა ერთი, რომ ეუბნებოდა ახალგაზრდებო, თქვენი ადგილია და არ დაუთმოთ უფროსებსო, ეს ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ამ ხნის კაცს სხვადასხვა ეპიტეტებით მამყობენ და წარმოიდგინეთ, ახლა თქვენ რა გასაგებია არ მაგინებენ და არის ამარა. მაგრამ მაინც ახლა შეურაცხმყოფელია. ახლა მე მინდა უთხრა აიმათ, ვინც წერილებს მწერელი მან, თორე მე იმეილიც მიდევს და ის WhatsApp-იც მიდევს და ის ტელეფონზეც შეუულიათ მომწერონ და იქაც. განვითარებული გონების ადამიანი მე მაგალითად, რო გითხრათ, არ შემხვედრია გაბოროტებული. ადამიანი, რომელიც განვითარებული არის, ინტელექტუალური პიროვნება, მე კიდე გეუბნებით ამ ხნის კაცს, სად აღარა ვარ, რა ვიცი, ნატალი, გაბოროტებული, განვითარებული გონების კაცი არ მინახავს რა. ყოველთვის ვაკვირდები ესეთი მოაზროვნე ადამიანებს და ისინი ყოველთვის კეთილშობილები არიან. დეილ კარნეგს აქვს ასეთი რამ ნათქვამი. ნაბატიეთ რაღაც. დეილ კარნეგს აქვს ასეთი რამ ნათქვამი, რომ სტუმრად ვიყავიო რა ერთ ადგილზეო და ერთ ოჯახშიო რა და ოჯახის უფროსმაო რაღაც ციტატა თქვაო რა, ჩვეულებრივად შევარდო ხალხიო და ეს ციტატა მიაწერა რაღაც სხვა ნაწარმოებს და ამ დროს ეს ციტატა არის შექსპირის ჰამლეტიდან. და შექსპირის ჰამლეტიდან მე ვიციო, კაცო, ეს კარნეგი ამბობს, რომ ოჯახის უფროსმა წარმოთქვა ეს და მიაწერა სხვას და არა და ეს შექსპირისია, ჰამლეტიდან არის ესა და ეს და ვიცი რომელი ის არის. ხო და მე შენიშვნა მივეციო რა, რომ ბატონო შეგეშალათო, რბილად მაინც ახლა კარნეგი ის არ იყო, რა ქვია, რომ უხეში საერთოდ მაინც გვაჩვენებს ჩვენ, რომ რა არის უტაქტობა, რა არის ტაქტი, ეს რომ გაეცნოს ადამიანი, არ იქნება ურიგო მაგალითად მაგციქს. მე ძალიან პატარა ბიჭი, ხმაწვილი ვიყავი, როცა გავეცანი მაგას და
თითქმის აი ხო გეუბნებით, ბევრ რამეში გამომადგა ცხოვრებაში. ესე იგი, რას ლაპარაკობო კაცო ოჯახის უფროსმა მითხრაო, რას ამბობო ესო, ეს შექსპირი არა ისო და ამაზე წავიდა დავა რაღაცა და კარნეგმა უთხრა რომ აგერო შექსპიროლოგი გვიზისო, პროფესორი კაცი ბზანდება აგერ ჩვენს გვერდითო და მას უკითხოთო კაცო თუ მე მართალი არა ვარო. და ამ დროს შეეკითხნენ იმ პროფესორს შექსპიროლოგია კაცო კაცი და ოჯახის უფროსი მართალიაო. შექსპიროლოგმა თქვა. ეხლა შექსპიროლოგმა რა კითხვაო, ეხლა კარნეგი წერს, მე რაღა მეთქმოდა, ეხლა მე რაღა უფლება მქონდაო, ეხლა პროფესორი კაცი ის და შექსპიროლოგი და მე მაგას ვერ შეუსწორებდიო, ხო და დამთავრდა ეს ამბავიო და ეს სუფრაო რა და რო გამოვედითო იმ ოჯახიდანო დავეგზავრე ამ კაცს სპეციალურად და გზაში უთხარიო რომ ბატონო პროფესორო რატომ იცრუეთო? შექსპირის ჰამლეტიდან ესა და ეს ტაიპი ესა და ეს ზეპირად იღნო ეს შექსპიროლოგი იყო და რა თქმა უნდა ეს შექსპირის ჰამლეტიდან არისო და ესა და ეს ადგილი უთხრა რაც და როგორც და აბა რატო იცრუეთო? რატო ვიცრუე და ოჯახში ვიყავითო და ოჯახის უფროსის გამტყუნება ჩვენი მხრიდან ძალიან უტაქტობა იქნებოდა. წარმოიდგინეთ კარნეგი, რომელიც მუშაობდა ადამიანთა ურთიერთობაზე და მთელი, რა ვიცი, მოძღვრება შექმნილი ამაზე, მანაც კი არ იცოდა ეს რომ უტაქტობა იყო, რომ ოჯახის უფროსი არ უნდა გაამტყუნო პუბლიკის, ასე ვთქვათ, წინაშე. ეხლა მე ვამბობ, რომ განვითარებული ადამიანი კიდევ ვამბობ და ვაფიქსირებ ამას, არ შემხვედრია მე ბოროტი, აი გაბოროტებული. ყოველთვის ვაკვირდებოდი მოაზროვნე ადამიანებს და ისინი ყოველთვის კეთილშობილები არიან, მოზომილები არიან, ცდილობენ რომ ადამიანებს რაღაცა წყენა არ მიაყენონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაგალითად ერთხელ მიუძღვენი კიდეც ერთი ჩაწერა რომ ღვიძლიან და ბოროტ ადამიანებს პასუხი რომ მე მათ უწოდე ჭორიკანა ქალები, არა კაცები და მოუწოდე ასეთი რამე რომ თუ რაიმეს მე დაუშვათ, ეხლა კარნეგის იმიტომ მოგიყევით ეს ამბავი რომ შეცდომა დაუშვა ადამიანმა შეიძლება დაუშვას ერთი ადამიანი იყო ის იყო კაც ღმერთი მე ყოველთვის ვამბობ ძე ღმერთი რომელიც შეცდომას არ უშვებდა და არ შეიძლებოდა რომ ღმერთ შეცდომა დაეშვა ეს იყო იესო ქრისტე რომელიც განკაცებული იყო და ჩვენთან დედამიწაზე ცხოვრობდა როგორც ადამიანი და ჩვეულებრივი ასე ვთქვათ 30 წლამდე ჩვეულებრივი დურგალი იყო ასე ვთქვათ დურგალს რო ვეძახით ჩვენ ხის ბაზე მუშაობდა მამობილთან ერთად ხო და ახლა აი წარმოიდგინეთ რა რომ ну 3 წელია მისი ცხოვრება ქადაგება ну 30-დან 33 წლამდე და რაღაცა პერიოდი არ ვიცით სად იყო ну ეხლა არ გამომეკიდოს კიდე ვიღაცა იქ რაღაცა ეხლა ზედმიწევნით ვიცი ეს საკითხები და ბევრი გვარძლიანი წერილი მომივიდა მათ შორის ერთი ადამიანი რომელმაც როგორც ჩანს იცის გრავიტაცია რა არის და თამაზალავიძე მარიცის რა არის გრავიტაცია რა არის ეხლა ის ნიუტონს ვაში რო დაეცა რა კანონი და ეს ყველაფერი არ ვიცი მე თავიდანვე ავხსენი რომ მე ვილაპარაკებდი პრიმიტიულ ენაზე იმ ენაზე რომ დააღლილ დაკანცული მინდვრიდან გლეხი რომ მოსულიყო და მოესმინა ჩემთვის უბრალოდ წარმოდგენა ზედაპირული რაღაცა წარმოდგენა შექმნოდა რაზე მქონდა საუბარი
მე რომ ამ ტერმინოლოგიით მელაპარაკა და მე რომ ეხლა დავიწყო რომ ეს რას ნიშნავს, ის რას ნიშნავს და ესე და ისე და რომ წერ ადამიანი ერთ-ერთი, ნუ ეხლა ბევრი ღვარძლიანი წერილი მივიღე, მაგრამ ჩვენ დავდივარ, დავფრინავთ, კი, დადიხარ, როგორც დედამიწაზე დადიხარ, ასევე დადიხარ მთვარეზე ნაბიჯება წყობილი. და თვითფრინავი კიდე აიღებს, ესე იგი აკრეფავს იმას, რა ქვია, როგორც ჩვენ ვეძახით იმას სისწრაფეს და იჭრება ჰაერში, მას არ ჭირდება არც ესე იგი, რა ქვია, ტურბინები და არც არაფერი არ ჭირდება, თავისი იმით დაფრინავს და იმას ასტეროიდებს და მეტეორიტებს და იმებს რა პატარა ისინი რომ შემოიჭრება ხოლმე იმაში ჩვენ ატმოსფეროში იმასაც რომ დაუყენო ტურბინა ისიც ჩაუყროლებს და შეიძლება გასცდეს მაგალითად და ატმოსფეროს და გავიდეს გარეთ ტურბინებს თუ დაუყენებ იმას მეტი ცუნამი გამოიწვიოს ნუ ცოტა ხუმრობით ხო და ეს არ ვიცი მე და ამაზე წამოვიწყე საუბარი და ამაში არ ვერკვევი რა. რა არის იცით? ამ ქვეყანაზე რამდენი ბრიყვი დადის, კაცო, აი რამდენი ადამიანია ისეთი, რომელიც აი მე ყოველთვის ადრეც ვთქვი, ნეტა ჩამახედა ამათ ტვინში, რომ მე და ჩემნაირ ადამიანს აი უსაფრდება და ეს ორი ვარიანტია, ან გაბოროტებულია და ბევრი რამე არ იცის და რაღაცა ვთქვათ არ ვთქვი და ის თითქოს თავისი იმით რა ქვია შემისწორა, ან ეს ვარიანტია, რომ ცოტა ნაკლები იცის და შურს რომ ვიღაცამ რაღაცა სხვადასხვა მეცნიერებას პროსტორე იმ ხელასახარებაზე ვლაპარაკობ და ცენტრალური სასაუბრო რაც იყო ის იყო სახარება და ეთყობა არ ერკვევა თეოლოგიაში, ეთყობა არც ბიოლოგიაში, ერკვევა არც ქიმიაში, არც სხვაvis მარტო გრავიტაციის კანონის და ისიც არ იცის რომ რამდენიმე წლის წინ ამ გრავიტაციასთან დაკავშირებით რა საუბრები მიდის და როგორ წამოიწია ბორის თეორიამ. ესენი ეთყობა ახალია და იმან ადრე გაიგო ეს და ეხლა ეს ახალი ამბები არის. ნუ ამას დავანებოთ თავ ვიცით რა თუ კიდე გეუბნებით რა მე თუ არ ვიცი რაღაც იმას არ ვლაპარაკობ და თუ დაუშვათ კიდე ვუშვებ ხედავთ იმიტომ რომ მე არა ვარ ის კაცი რომ თავი დავდო რომ რაღაცა ისავა რა ქვია შეიძლება მექანიკური შეცდომა დაუშვა ადამიანმა, მაგრამ ამ შემთხვევაში არავითარი შეცდომა არ დამიშვია. თქვენ თუ ფიქრობთ რომ შეცდომა დაუშვი და მე კიდე ვიძახი ლაპარაკობდი პრიმიტიულ ენაზე, რომ პრიმიტიულად ამეხსნა ადამიანებისთვის, რომ საბოლოოდ გამოიყვანე ის, რომ ეს სოდნა საჭირო არ არის იმისათვის, რომ სახარება შეიცნო და მხოლოდ სიყვარულია საჭირო და არა ცოდნა. თუმცა რადგანაც პავლე მოციქული ამბობს რომ ამა ქვეყნისა სიბრძნე სიშლეგე არ სუფლისა მიმართ ეს რა თქმა უნდა ამ ცოდნაზე არ არის ლაპარაკი მეცნიერებაზე და ამა ქვეყნისა სიბრძნე იმ ალბათ ამ ცხოვრებისეულ იმაზეა ძირითადად პავლე მოციქულის ამ ცხოვრებისეულ სიბრძნეზეა რასაც მაგალითად აი პოლიტიკოსები იყენებენ ეს ინტრიგები და მაიმუნობები და ისინი რომელსაც ჩვენ ვერასოდეს მე მაგალითად ვერასოდეს ვერ ჩავწვდები აი პროგნოზს ვერ ვაკეთებ მე მაგალითად პოლიტიკურ ველზე თუ რაიმე ხდება მე პროგნოზს ვერ ვაკეთებ არ ვიცი იმიტომ რომ რას მოიფიქრებს ახლა მე აღარ მახსოვს მე მგონი ადრე გითხარით მარკ ტვენმა რომ გადაწყვიტა ძალიან კარგი მაგალითია გუბერნატორობის იმაზე კენჭისყრა და ზანგის ბავშვები რო გამოცვიდნენ მამაო და მე ქალი რო გამოუვარდა შეგათახსირებული ჩემოდანი მომპარეო და მარკ ტვენი თავგუფთმოგლეჯილი გაიქცა წარმოიდგინეთ ეს ცნობილი მწერალი იყო უკვე აი ეს არის ამა ქვეყნისა სიბრძნე თორე ისე ახლა ნუ მეცნიერება თუ ერკვევი მეცნიერებაში ეგ არ არის მაინც ცუდი და შეიძლება ადამიანისთვის აუცილებელიც იყოს იმიტომ რომ სამყაროს რა ნაწილს წარმოადგენდა ნუ
საერთოდ ჩვენს მიკროსამყაროზე წარმოდგენა კონდეს ადამიანს რაღაც ელემენტარული მაინც უნდა იცოდეს. და კიდევ ვიმეორებ ერთხელ ჩასაფრებული ადამიანი, რომელიც ჩასაფრებულია იმისათვის, რომ რაღაცა თითქოს აღმოგიჩინა და თან შეურაცხყოფელ წერილს გწერს, ეს განათლებული კაცი არ არის. ეს ვაჟკაცი კაცი არ არის. ეს როგორ გითხრათ, იცით, ეს აი კაცური თვისებებით შემკული ადამიანი არ არის. ეს არის ადამიანი, რომელიც არის ან გაბოროტებული, ან ფულს უხდის ვიღაცა. აი ამასინათ შემხვდა, რომ შემხვდა ესეთი ადგილი, ერთი ბავშვი გოგო, სადაც შეიძლება ყოფილი იყო ბავშვი იყო რა, სადაც დაუშვათ ჩემთან ბავშვი ხო, სადღაც 25 წლამდე და მღერის და რაღაცას ვათვალიერებ რა სოციალურ ქსელებს და ამ დროს ამბობს ეს გოგო და მან მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ მე ხალხო და ადამიანებს მოგმართავთო რა, კეთილშობილის გამომეტყველება ქონდა ამ გოგოს ბავშვური რა და მე არ უმღერიო, მე უბრალოდ ვაყოლებო იმასო რა, ვყვებიო ამ სიმღერასო და ერთი რამ გამკვირვებიაო, აი მამაკაცებს მიუმართა უფრო, რატომ მაგინებთო? აი რამეს გიშავებთო? თუ არ მოგწონვართო, თუ არ გინდათ ჩემი მოსმენაო, თუ აი უარყოფით იმას ვიწევ თქვენში ასოციაციებს, ნუ მომისმენთო. აი ძალიან კარგი ის არის რა ნათქვამი, თუ არ გინდა შედაროძილი, თუ არ და ქვეყანაზე რამდენი უსამართლობა ხდება, რამდენი სიგიჟე ხდება, რამდენი სექტა, რამდენი ურჯულოა, რამდენი რა ვიცი, კაცო, ჯერ მიშას სექტა რა დღიზდა. წადი ძმაო და იმას უსაფრდი, მე რას მისაფრდები, კაცო და მე რას მეუბნები, რომ ისა და ესე და ის, მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ შენგან განსხვავებით. და მეორე კიდე ერთი რამე იცოდე, თამაზ ალავიძეს გამიკითხე მე თუ არ მიცნობ, კაცო. პირველად შეურაცხყოფა ჩემს სიცოცხლეში არასოდეს არავისთვის არ მიმიყენებია. ყოველთვის თავს ვიცავდი და ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ვექცეოდი ცოტა სხვანაირად ხოლმე. და აი ეს ფორმა, რომელსაც თქვენ ირჩევთ, კიდე გეუბნებით ერთხელ, ეს არ არის კაცური ფორმა, ეს არის არაკაცური ფორმა. ეს არის ჭორიკანა დედაკაცის ამპლუა, რომელშიც თქვენ გამოდიხართ. და კიდე გეუბნებით, თუ რაიმეს არასწორად ვამბობ, მომწერეთ იმეილიცადებს და ტელეფონიც. მე მოგისმენთ, ოღონდ ზრდილობიანად, ესე უზდელურად კი არა, ზრდილობიანად და თუ არ მოგწონთ ჩემი საუბრის მოსმენა, ნუ მომისმენთ. ეხლა მე გადავწყვიტე, რომ დავამთავრო ამაზე საუბარი, სხვათა შორის ეხლა თქვენი ბელადი, ისევ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობ რა. თქვენი ბელადი ლენინი ამბობდა ასეთ სიტყვებს და ვიღაცამ შეიძლება წყეულმა ადამიანმაც კი თქვას რაღაცა ისეთი სახურადღებო, ამბობდა ასეთ სიტყვებს, რომ არასოდეს წარმოიდგინო კაცი, რომელიც შენს პირისპირ დგას, რომ ის არის წინ დაუხედავი, მიუხვედრელი და გონება ნაკლული. თორე იმ წამსვე დამარცხდებიო. ანუ იცოდა იმ კაცმა, რასაც ამბობდა. და რაღაცა აქვს, ხო, რაღაც გამონათქვამები აქვს, ისეთი, რომელიც საყურადღებოა. თქვენი ბელადი რა, დაუმარხავი მკვდარი. ხო. ეხლა მე გადავწყვიტე გარკვეული დრო, რადგან საქმეები მაქვს, გარკვეული დრო იყოს ხოლმე ჩართული, რომ ჩემიანებმა, ჩემებად რო გთვლით და ჩემი ძვირფასი ხალხი რო ხართ და აი კომენტარების დაწერა, ვისაც გინდათ, რაღაცა გარკვეული დრო იქნება ჩართული, სანამ შემეძლება რომ ყურადღება მივაქციო და ეს ღვარძლიანი ხალხი როგორღაც მოვიშორო და მე კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი მახსენდება, მე ახლა მასე ხო არ გავაკეთებ, მაგრამ Facebook-ზე ყავდა
აღარ მახსოვს 2 წლის წინ იყო თუ რაღაცა Facebook-ზე ყავდა რაღაცა 2000 გამომწერი თუ რაღაცა და ამბის საგინებდნენ ხოლმე რა და ეს ბლოკავდა იმათ და სახელებს და გვარებს გამოფენდა აი ამან შემაგინა და აგინებდა რა ვიცი თუ ვინმე ცოცხალი და მკვდარი ყავდა ყველას აგინებდა უტრიალებდა და ამას უძღვნიდა გადაცემას იმის გინებას კიდე შეაგინებდა ვინმე კიდე აგინებდა კიდევ და ეს გრძელდებოდა ძალიან დიდხანს და მე რაღაცა რომ მქონდა ხოლმე დრო და უბრალოდ ესე იგი მაინტერესებდა ესე იგი სადამდე გაგრძელდებოდა ეს ამბავი და ნუ მინის შემდეგ მე აღარ მცალოდა რაღაცა გარკვეული პერიოდი და ამას წინათ ვნახე და 150,000 გამომწერი ყავს და აღარ იგინება და აღარავის აღარ აგინებს ანუ ამ გინებით ეხლა მეც მასეთ იმას ხوار დავადგები გზას კაცო ხო და ის აგინებდა ესე იგი სახელებითა და გვარებით და ნუ ესეც ხوار დაუწყებდა მე შექმნიდა გვერდს და იმის ლამაზს და ანუ ერთი სიტყვით ჩამოიშორა ეს ჩასაფრებული ხალხი რა და ყავს ეხლა 150,000-მდე გამომწერი ხო ეხლა მე იმისგან განსხვავებით ეხლა ბლოგერობას არ ვაპირებ და ეს იცით ახლა რისთვისაც და რატომაც გავაკეთე ეს გვერდი ხო და ბევრი საინტერესო რაღაცეებია ეხლა მე მინდა ერთი რამ გავაკეთო იცით და წინასწარ აი არასოდეს ადამიანს თავს არ დავსხმივარ და მის უჩუმრად რაღაცა არ გამიკეთები აი რა არის იცით პირდაპირ ადამიანი ვიყავი ყოველთვის და რასაც ვფიქრობდი იმას ვამბობდი იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს ნათქვამი წეულიც იყოს დრო როდესაც ერთი ღმერთი გწამს და მეორეს უნთებს ანთებს არის ახლა საკითხები რომელსაც ადამიანი არ ამბობს იმიტომ რომ ეს პირადი საკითხებია მაგრამ ის რომ რაღაცა მოიტყო ან დამალო და ვიღაცას რაღაც ესეთი რამე არ მჩვევია ეხლა მე გადავწყვიტე ასეთი რამ რადგან ეს ჩასაფრებული ხალხი არსებობს და გარკვეულწილად დროზე ვერ ვიშორებ მე მივწერ Facebook-ის ადმინისტრაციას ისეთი წერილი რომ რა თქმა უნდა იმაზე მე მივიღებ აბსტრაქტულ პასუხს და ის აბსტრაქტული პასუხი ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იქნება იმიტომ რომ იმ აბსტრაქტული პასუხიდან მე შევიტყობ რაღაცას რაც მაინტერესებს ასე რომ მე ეხლა გადავწყვიტე ასეთი რამ მე გადავწყვიტე ეხლა მოგიყვეთ ერთი ამბავი და დავტოვო იქ ლაფსუსი რატომ გადავწყვიტე ეს მე მაინტერესებს აი რა მიმართულების ადამიანები არიან ჩემს გამოსვლებზე ჩასაფრებულები სხვადასხვა რაღაც საკითხებს შევეხები და დავტოვებ შეგნებულად გეუბნებით აი იმ წინა იმაზე თუ გითხარით რომ მე ჩვეულებრივად პრიმიტიული ენით დაგელაპარაკებით და მე ახლა გრავიტაციას და იმებს ვერ განვიყილავდი იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ ამას ვერ გაიგებ და მოსახლეობის ალბათ 98 და შეიძლება 99% იმიტომ რომ ეს უნდა იცოდე ადამიანმა და ამ აქედან გამომდინარე ახლაც გეუბნებით რომ მე ახლა დავტოვებ ლაფსუსს და მაინტერესებს ერთი ჩასაფრებული ადამიანი რაც მეტყვის ოღონდ ერთ რამეს გეუბნებით კიდევ და კიდევ ახლა შეურაცხმყოფელი წერილები არ დაწეროთ იმიტომ რომ მე შეურაცხყოფას არავის არ გაყენებთ თქვენ ვერში არ ვიჭრები თუ რაიმე გინდათ მომწერეთ პირადში ზრდილობიანად და გაგცემთ პასუხს მეტი ეხლა მე ვერაფერს გეტყვით და თუ მაინდა-მაინც რაღაცა არ ვიცი რა ვიცი მე ახლა რომ გითხრათ ეხლა მტერი და ის არ ამყავს მაგრამ თუ მაინდა-მაინც კაცო ჩემთან რაღაცა გასარკვევი დამირეკეთ და რა ვიცი რაც გინდა შეგხვდებით აბა რა გითხრათ მეტი კაცო ხო და თორდა რა ვიცი თუ გინდათ სადაც გინდა მე მოვალ მე თვითონ ახლა მე ის თავმდაბალი კაცი ვარ კაცო მე მოვალ და იქ მითხარით რა გინდათ და როგორ გინდათ ან ვინახავთ საერთოდ დაიწერეთ სახელები და გვარები მე სახელიც მაწერია და გვარიც ხო ასე რომ
ვიცოდეთ წინასწარ ოღონდაც რისთვის მოვდივართ და რატომ. გამოვნახავ დროს თქვენთვის. დაგითმობთ მაგ დროს. გაჩუქებთ. ხო და დავტოვებ ლაფსუსს ახლა მე რომ დავადგინო დაახლოებით რა მიმართულების ადამიანები, რა გონების ადამიანები, როგორ და რანაირად აზროვნებენ ეს გასაგებია რომ ესენი ფაქტიურად ნაკლები გონების ადამიანები არიან, იმიტომ კიდე გეუბნებით რა შეურაცხყოფას ინტელექტუალური პიროვნება მაგას არ იკადრებს, ამას შეგნება ჰქვია, თუ ამათ არიციან მე შევახსენებ, შეგნებული ინტელექტუალური ადამიანი არის ყოველთვის შეგნებული და ამიტომ ის არ იკადრებს ამას, რომ განსაკუთრებით უფროს კაცს და თანაც უცნობ ადამიანს შეურაცხყოფილი წერილი მისწეროს. ეს არის შეუგნებელი ადამიანების ნამოქმედარი, მაგრამ მაინტერესებს რა მიმართულების გონება აქვთ. ამიტომ ახლა მე მოგიყვებით ამბავს თქვენ. კარგი ამბავიც იქნება, იმიტომ რომ ეს მოხდა ჩემ თავს და ზოგს იქიდან მოგიყვებით, ზოგს იქიდან და ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ამბავს და მე მინდა რომ ისევ შემოქმედებაზე გადავიდე, ვნახოთ როგორ იქნება საქმე, როგორ მოვიცლი. ხო, თქვენ კარგად იცით, მე გავერიდი აქედან, ნუ რაღაცა გარკვეული თანხა დავაგროვე და წავედი, ესე იგი, რუსეთში, სადაც იმ დროისათვის დღევანდელ პეტერბურგს ლენინგრადი ერქვა. ლენინგრადში ვარ და ხდება ასეთი რამ, რომ ჩემი ერთ-ერთი ახლობელი მაგებინებს, რომ მე მაინც ყურადღების ცენტრში დავრჩი, როდესაც წამოვედი მე ეკლესიიდან და უნდა დავმდგომოდი უკვე კაცო საერო გზას და უნდა რაღაცა გამეკეთებია ცხოვრებაში, რომ ესე იგი ბოლოს და ბოლოს კაცი ვარ და რა ვიცი, ახლა ნუ რა სჭირდება ადამიანს, ხო? თანაც ახლა კაცს, რომელსაც ესე იგი მე ბავშვობიდან მისწრაფება მქონდა იმის, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მქონოდა, სად უნდა მჯდარიყავი, გამოქვაბულში ხوار წავიდოდი და ხوار დავждდებოდი და ხوار დავიმალებოდი. საქართველოში მემუქრებოდა ისევ საშიშროება, იყო ამისი ნიშნები და გავერიდე. რო წავედი, ესე იგი ლენინგრადში ჩავედი. ლენინგრადში შემატყობინა ერთ-ერთმა ახლობელმა, რომ მე იქ სადაც ესე იგი ბოლოს მომიხდა ცხოვრება, გარკვეულწილად რაღაცა დრო გავატარე იმ ადგილზე, ის განყოფილება მეძებდა. ხელჩასაჭიდი მათ რომ ჰქონოდათ რამე, აი ვინც არ იცით ახლა გეტყვით, რომ როდესაც ადამიანზე არსებობს რაიმე დოკუმენტი იმისა, რომ ეს არის დამნაშავე, ეს მაშინ იმ დროისათვის გადაეცემოდა პროკურატურას და პროკურატურა უკვე იწყებდა ესე იგი აცხადებდა ძებნას, იმიტომ რომ პროკურორს ჰქონდა სანქციის გაცემის უფლება. დღეს სანქციას გასცემს მოსამართლე. მაშინ პროკურორი გასცემდა. და სამხილი არ არსებობს უბრალოდ იმ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ახლობლობდა ჩემთან და რადგან ის ოჯახი თუ რა ვიცი გაძარცვეს თუ რაღაცა მოხდა, აი ამის გამო ჩემზე გამოვიდნენ ვითომ რა. მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი არ აქვს. ხელჩასაჭიდი ის არის, რომ მე იმ ოჯახის ვიღაცა ნათესავთან, ნუ ვიცნობდი და ახლოს ვიყავი. ეგ იყო. დანარჩენი მეტი არაფერი, თორე იმათ რო ჰქონოდათ, ესე იგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ვიმეორებ, ძებნა ხელჩასაჭიდი, ის აუცილებლად სანქცირებული ძებნა გამოცხადდებოდა და მე ჯერ ცხადდება, ესე იგი რესპუბლიკის მასშტაბით, მერე ცხადდება უკვე საკავშირო მასშტაბით. და 10,000-ობით მანეთ იმ დროისათვის 94,000 თუ რაღაცა ეგეც ვიცოდი, საბჭოთა კავშირის მასშტაბით ძებნა უждდებოდა თვეში, იმიტომ რომ ეს სურათები უწევდებოდა და
მთელი რიგი რაღაცები და მთელი ეს სამძებრო განყოფილებები იყო დაკავებული ამით აბსოლუტურად მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით და ძალიან დიდი ფული უჯდებოდათ ერთი თვის მოძებნა ერთი ადამიანის. ნუ ეს რაშია საინტერესო, მაგრამ მაინც ამაშიც გარკვეული ვიყავი, ეს კოდექსი იმ დროის საქართველოს კოდექსი და საბჭოთა კავშირის კოდექსები მაინც ყოველ შემთხვევისთვის ზეპირად ვიცოდი, რომ გამჭირვებოდა რაღაცა და რაღაც ყოფილიყო მე მცოდნო და რა შემთხვევაში როგორ უნდა დაუპირისპირებოდი ამ ეგრეთ წოდებულ მართლმსაჯულებას და მაინც ყოველ შემთხვევაში შევისწავლე. ზოგმა იურისტმა ეხლაც არ იცის და მაშინაც არ იცოდა, რა თქმა უნდა, უამრავი იყო ასეთი იურისტი. ხო, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, მჭირდებოდა უბრალოდ მე და ვთვლიდი, რომ შეიძლებოდა საჭირო გამხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა მე ესენი, ნუ ნაკლებად თუ დამჭირვებია. ხო, მე ეს ვიცოდი, რომ ამაბრალებდნენ, მაგრამ უყურეთ რა სიტუაცია შემექმნა ლენინგრადში შეიქმნა ესეთი სიტუაცია, რომ დამჭირდა დოკუმენტები. დოკუმენტები დამჭირდა და ამ დოკუმენტებს ჩემს გარეშე საქართველოში ვერავინ ვერ აიღებს. ისიც ვიცი, რომ ოფიციალური ძებნა ჩემზე ვერ გამოცხადდება, იმიტომ რომ არანაირი კიდე ვიმეორებ, გიკონკრეტებთ ამას და ნუ ლაფსუსი სად იქნება ეს, ვნახოთ თუ ვინმე აღმოაჩენს ამას და იქიდან გამოსაზღვრავ სპეციალურად ვტოვებ ამ ლაფსუსს, ხო და რა გონების ადამიანები არიან ჩემზე ჩასაფრებულები რომ გავიგო, ხო და რა დონის, ხო და თუმცა ეხლა მსმენელისთვის იმას მნიშვნელობა არ აქვს იმ ლაფსუსს, ხო და იმიტომ რომ მე ამ ამბავს გიყვებით ზედმიწევნით და უბრალოდ პატარა დეტალს ვაკლებ უმნიშვნელოს. ხო და იყო ასეთი ნევსკი პროსპექტი. ნევსკი პროსპექტზე იყო სალაროები, სადაც ესე იგი ბილეთები, ავიაბილეთები შეგეძინა და 3 დღე ვიდექი იქ, რომ აი ამ ნაცნობი არავინ არ გამოჩენილიყო, რომ არ დავებიზღებინე, რომ მე საქართველოში ვიყავი. ბუნებრივია ესენი ვერ გააფრთხილებდნენ აეროპორტის იმას, რა ქვია, რომ აი თუ მაგალითად ეს ადამიანი გვარმა აიღო, ამას სპეციალური დოკუმენტაცია სჭირდება, რომ ეს კაცი დაუშვათ, ნუ რაიონულ დონეზე იძებნება, ეგ მაინც სჭირდება და რაღაც ხელმოსაჭიდი უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ შემდეგ აი კომუნისტების ერთმა კაცმა გამოიყენა ჩემი გამოსვლა, რომ შეხედეთ რომ მიშას დროს როგორ იყო ეს როლეს მოკალითო და ეს კაცი რასამოძრო რომ თვლით აძლევდნენ ტყუებსო და სადღაც TikTok-ზე გამოიყენა ჩემი ის რა ქვია სრულიად შემთხვევით წავაწყდი და ახლაც ეს შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს. იყო ეს, როდესაც წავიდოდა ეს ძიება, დაუშვათ დავეპატიმრებინე და აქ მომხდარიყო რაღაცა ისეთი დარღვევა, დარღვევის, აი პატარა დარღვევის შემთხვევაშიც კი სასწორი დაქანდებოდა ჩემსკენ. ანუ კომუნისტების დროს ზედმიწევნით ცდილობდნენ, რომ რაღაცა საქმე ზუსტად რაღაცა ესე კი არ არის მიშას დროს და იმას კი არაკრეფილი კი არა ვარ მიშას, მაგრამ მიშას დროს იყო კი ზუსტად რომ არანაირი გამომართლებელი განაჩენები არ გამოდიოდა და იმ 27-38 წლებში უფრო გამოვიდა გამომართლებელი განაჩენები ვიდრე მიშას დროს. ეს ცნობილი ფაქტია და მსოფლიოში ალბათ არ გაგონილი. ხო და კომუნისტები ამაზე ფრთხილობდნენ ძალიან, რომ საქმე სწორად წარემართა ძიების პროცესიდანვე, იმიტომ რომ ეს შემდეგ უკვე ამას ამტკიცებდა პროკურატურა, ამას რო იხურებოდა საქმე და გადადიოდა სასამართლოში და სასამართლო უკვე განიხილავდა, თუ იქ იქნებოდა დარღვევა, შემდგომში უკვე ძალიან ცუდად წაუვიდოდა ვისი დარღვევაც იყო, მაგრამ სამაგიეროდ განსასჯელის სკამზე თუ ვინმე იჯდა, მას ესე იგი ხშირ შემთხვევაში თუ დანაშაული ძალიან დიდი არ იყო და რაღაცა და თანაც მტკიცებულებები არ იყო ესეთი მყარი და განსასჯელის სკამიდან თავისუფლდებოდა სასამართლო დარბაზიდან განსასჯელი.
ნუ ეს ზედაპირულად გითხარით, ეს სხვადასხვანაირი რაღაცები იყო ამაზე და ნუ ეს არ არის თქვენთვის საინტერესო ადამიანებისთვის და ხდება ასეთი რამე, რომ 3 დღე ყარაულობ ამას, რომ ვინმე ნაცნობი არ გამოჩნდეს, რომ ესე იგი ავიღო, ესე იგი ბილეთი, რომ ვინმე არ შემამჩნიოს, რომ მე ბილეთს ვიღებ, მაინც რაღაც კონსპირაციულად მინდა ჩამოვიდეს საქართველოში და წარმოიდგინეთ ახლა იმ დროს მე თუ იმ სიღმაწვილეში თუ ეს გონება მქონდა, ესე იგი ეხლა ვიღაცა მეპაექრება რაღაცაში და ნუ აი სასაცილოა ხოლმე ხანდახან, მაგრამ თან ნერვები მეშლება კაცო, რატო უნდა გაბორობდეს ადამიანი ესე რომ წლოვან კაცს აი ესეთი ტონით და ესეთი შეურაცხყოფელი ტონით მიმართოს. ეს არ შეიძლება. გაითვალისწინეთ, ახალგაზრდები თუ ხართ, არ ვიცი ახლა შეიძლება უფროსებიც ახართ, მაგრამ ეგ არ არის რა, კაცური საქციელია, არა კაცური საქციელია. ხო. და არავინ არ არის და ნუ რაღაც მომენტში მივედი, ახლა მიფრინავს მეორე დღეს და ნუ მივედი, ავიღე ბილეთი და всё რა, რამე მოფრინავს ესა და მანამდე მე ერთ გოგონას გამოვაგზავნინე ჩემ ახლობელთან ტელეგრამა, რომ ქალის სახელზე გამოგზავნე, რომ ამადა ამ დროს უნდა ჩამოფრინდეს ჩემი თვითმფრინავი და იქნება აეროპორტში დამხვდე, რომ იქ რაღაც არ მეტორღიალა რა, აი ტაქსები და ისინი არ მეძებნა და ესე იგი ყველაფერი გავითვალისწინე, ესე იგი როგორღაც ჩამოსულიყავი ისე, რომ არავის არ შეეტყო ეს საბუთები, როგორღაც გამეკეთებინა და წავსულიყავი ეს დოკუმენტები, რაც მჭირდებოდა. და ხდება ასეთი რამ, რომ ჯდები თვითმფრინავში, მე მაგალითად რომ ავედი თვითმფრინავში, ხო იცით ახლა გამოცხადდება პასატკა იქ უნდა ისე და ნუ მე ვერავინ ვერ დავლანდე იქ ნაცნობი და თვითმფრინავში ვჯდები და რა ვიცი კაცო, ესე იგი საიდან გაჩნდა ის კაცი, ერთი ჩემი, ნუ ვახლობლობდი იმ კაცთან, ახალგაზრდა ბიჭი იყო რა, მაშინ ახლა ნუ ჩემზე ალბათ 10-11 წლით უფროსი იყო, მაგრამ შეიძლება ცოტა მეტითაც, მაგრამ ვახლობლობდი მასთან, ეს ახალგაზრდა კაცი იყო ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილისგან. მოხვდა ჩემს გვერდში, გასულ. ბილეთი აქვს ჩემს გვერდით. მართალი გითხრათ, ეჭვი ავიღე. ახლა არ ვიცი, მაგრამ ეჭვი ავიღე რა და ახლა ვფიქრობ, ახლა 3 საათნახევარი მოფრინავს, 3 საათნახევარი უნდა ლენინგრადიდან თბილისამდე და ამ ხნის განმავლობაში ახლა ვაწყობ გეგმებს, ეს უნდა დამხვდეს, ეს არ უნდა გაუშვო, ამას უნდა შევთავაზო, რომ ჩვენთან ერთად წამოვიდეს და მე მიგიყვან სახლში, ასე, ისე. ნუ ამ გეგმებს ვალაგებ, ამან რა იცის ახლა მე რას ვფიქრობ და რას არა. ხო და ჩამოვდივართ ჩემო ბატონო, თბილისში ბევრი რო არ ვილაპარაკო ახლა, მხვდება ეს ჩემი ახლობელი მანქანით და ეს მეუბნება რომ მე წავალო და მე ვთხარი შედალოცილო, რაზე უნდა იწვალო, მანქანა დამხვდა და შენ ახლა ჩემ ახლობელი კაცი ხარ, ახლა მიიცნობ ერთმანეთთან, რა ვიცი, ახლოსავართ რამე და შენ როგორ შეიძლება ახლა სადმე წახვიდე კაცო და ტაქსით წახვიდე და მე აგერ მანქანითა ვარ აქ და შენ გაგიშვა იმ როგორ გეკადრება კაცო, რას ლაპარაკობ, აგერ ჩემი მეგობარი დამხვდა და რამე. ნუ ამ კაცს არ უნდოდა ჩემთან ის უკვე შევატყე, უკვე გამიმძაფრდა ეჭვი რომ მანქანაში არ ჯდება ეს კაცი. ახლობელია კაცო ჩემი, ვახლობლობ კაცთან და ხშირად რა ვიცი, ნუ განსწავლული პიროვნება სხვათა შორის და უყვარდა ხოლმე ესე იგი ჩემთან სარწმუნოებაზე საუბარი და ნუ ამაზე გქონდა და მე რა ვიცი მეკითხებოდა ხოლმე რაღაცა ეს რატო დაწერა ივანე ჯავახიშვილმა ესე ისე და ნუ ამაზე მთელი ამბები გქონდა ამაზე საუბრები და რა სხვათა შორის განსწავლული პიროვნება იყო, ნუ რელიგიაში ბევრ რაღაცაში არ ერკვეოდა და ცდილობდა ჩემგან მიეღო ეს. ხო და
მე პატარა ვიყავი კაცო, მაგრამ ეს თავიდანვე ხო იცით უკვე რომ მონასტრებიდან, იმიდან სწავლობდი ამას, იქ სანამ მონასტერში წავიდოდი ისედაც ბევრი რამე ვიცოდი და ასე შემდეგ და სანამ სახარება საერთოდ იმ ხუცურიდან გადმოვიდო და მანამდე ვიცოდი მე ეს ყველაფერი და ასე შემდეგ და ხდება ასეთი რამე რომ ამ კაცს ვსვავ, მაგრამ როგორ გეკადრება რამე, მე ძილობიანად რამე ახლა რამე ჩვენ მიგიყვანთ რამე და ერთ ადგილას უნდა მივიდეთ ჯერ და მჭირდება რომ იმას რაღაც უნდა დავავალო და რომ მივედით იმ ოჯახში ეს არ დავტოვე მანქანაში რომ მე უთხარი რომ ავიდეთ მეთქი ერთად ცოტა ხანი დავილაპარაკოთ და კაცთან რო შევალ 5 წუთში ხوار გამოიქცევი და 10-15 წუთი გავჩერდეთ თანას რაღაცები წამოუყოლე ლენინგრადიდან ეხლა იქ კამფეტები ისინი ესენი ბავშვები ყავდა იმ კაცს რამე და რაღაცები ამ მეგობარსაც იმასაც იმ გავითვალისწინე ეს ყველაფერი და ერთი სიტყვით ამ კაცთან ავედით ეს პატარა იმაში ცალკე მაქამისის და ავედით და ესეც გამომყვა რა ძალად მიმყავს უკვე აი როგორც აი ცხვარს რო ჩააბავენ მაპატიეთ რომ ამას ვადრი მაგრამ დაახლოებით ესეთი ჭიდაობა მიხდება ამ კაცთან რომ შენი ჭირიმე შენ გენაცვალე მოდი აგერ ავიდეთ და წავიდეთ მე და მიგიყვან სახლში რომ ეს მოვიშორო ეს რომ ამ კაცს მე რაღაც მინდა რომ ცალკე უთხრა მაგრამ ეს არ მინდა რომ გაუშვა ჩემი არეალიდან თვალიდან არ მინდა რომ მოცილდეს ეს კაცი ბოდიში მოვიხადე რა და ეს მძღოლიც იქ არის ჩვენთან ეს ვინც ჩემი ახლობელი ეს ვინც დამკვდა და ბოდიში მოვიხადე თქვენ ცოტა ხანი დაილაპარაკეთ რაღაც მინდა მეთქი უთხრა მეთქი და ეხლა იმან იცით ჩემ მეგობარმა რაზე და რა შეიძლება და ცალკე ოთახში გავიყვან და ამას და ამ დროს ეს წამოდგა და რაღაცა მესმის ხმა დაიცადეო რა წაგვიყვანო კაცო ამ კაცს მოვასწარი კიდე კაი უთხარი და რა ხდება მეთქი და მოდი რა წავალო რა მეო და თქვენო არ გვეცო და რამე წავალო რა ეხლა მე დავждებიო ტაქსიზე ბიჭო სად უნდა წახვიდე ეხლა არის დილის სადღაც რომელ საათზე ჩამოფრინდი და 2:30-ზე გამოვედი და რაღაცა ალბათ 6-ია დაწყებული დილა კაცო ჯერ არ არის გატენებული და წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ მაპატიეთ წარმოიდგინეთ რომ ესე იგი გამექცა კაცი გამექცა გაიქცა სახლიდან და ეს კაცი ცხოვრობს მეორე სართულზე კორპუსში და მივაყურადე ამ კაცს ახლა ყველაფერი უთხარი მივაყურადე და ჩავიდა და ამას ვანიშნე რომ მე რომ ჩავალ შენ მე გამოდი მეთქი მანქანის პატრონს და ეს მანქანა მეორე მხარეს ვიყენია ეზოს მხარეს და ფეხის ნაბიჯების მიხედვით ქუჩის მხარეს გავიდა ეს სადარბაზოდან და ესე იგი წყნარად გამოვაღე ესე იგი როგორც გავიდა უკვე სადარბაზოდან როგორც გავიგე რომ ეს ჩუმად ეს ფეხის ხმა მიწყდა ჩუმად გავედი და მე უთხარი შენ ჩადი მანქანაში დაჯეგი და მოვალ მეთქი მე უთხარი იქ ეზოსკენ და გავეკიდე ასევე ჩუმად ჩავირბინე კიბეებზე გავიხედე ზევით ქუჩაში არა ჩანს გამოვიხედე ქვევით აქეთ მეორე მხარეს არა ჩანს საწავიდა გასულ ეს კაცი არაფერი ისეთი ადგილი არ არის რომ სადმე მოეფაროს კორპუსებია სად უნდა წასულიყო ეს კაცი ესე სწრაფად თუცბად ჩამოირბინე კიბეებზე მერთო ჩემო სად შეიძლება და წასულიყო და ვდგევარ და ვფიქრობ ამ სადარბაზოსთან რომ ეს კაცი სად გაქრა სამჩაყლაპა თუ მიწამ და რაღაც პაჩუნი გავიგე და ჩემს გვერდით ამ კორპუსის ძირში არის მაღაზია და მაღაზია რომ თავდება იმ მაღაზიის ქვემოდან არის შეკბეჭილი ადგილი და ამ შეკბეჭილ ადგილას თქვენ ახლა თუ იმ ხნის ხალხი ხართ გახსოვთ ტელეფონ ავტომატები ეკიდა ხოლმე და რომ გავიხედე იქიდან წამოვიდა რაღაც ხმა აჰა აქ რაღაც ხდება და ფეხაკრებით მივდივარ არა ჩანს იმიტომ რომ კიდე გიმეორებთ შეკბეჭილი ადგილია და
აი ამ დროს იმ ტელეფონ ავტომატებიდან თუ გახსოვთ სასწრაფო დახმარების სახანძრო და პოლიცია ისიც კი მახსოვს რომ 03 იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება 02 იყო პოლიცია მილიცია და 01 იყო სახანძრო მახსოვს ეგეც კი და ირეკებოდა უფასოდ და თუ არა და ორკაპიკიანი უნდა ჩაგეგდო ასე ვთქვათ რა და ეს ეფარება რომ მე არ დავინახო და იმანიც ის რომ ეზოს მხარეს არის მანქანა გაჩერებული და ჩვენ თუ წავალთ მანქანაში ჩავждებით და წავალთ და ამან უნდა შეატყობინოს რა მანქანითა ვარ და გავედი აქედან ეზოდან რომ აცნობოს და ალო მილიცია და ჩამოუწიე ეს დასაკიდებელი რო იყო ის რა ქვია ყურმინის ის ჩამოუწიე და ჩანთა ქონდა ესე იმაზე რა ქვია ხელზე ჩამოკიდებული ერთ ხელზე და ეს ხელები დაუშვა და ეს ჩანთაც ჩაუვარდა და უყურებთ ერთმანეთს მეუთხარი ახლა მე მივდივარ მაგრამ დაგიბარებ ასეთ რამეს აღარასოდეს აღარ შემხვდე მეთქი მე ხმა არ გაუღია წამოვედი სწრაფად ჩავჯიქი მანქანაში აუხსენი უცბად ჩემს მეგობარს ყველაფერი მიმიყვანა ძალიან სწრაფად ერთ ადგილზე და თვითონ წავიდა ანუ ისეთი ადამიანი იყო რომ მოგეკლა მას არ მოიღებდა მაგრამ მე მაინც ყოველ შემთხვევაში კი ვენდობოდი მაგრამ ბოლო ჯამში მე არასოდეს არავის არ ვენდობოდი და სადაც მივედი იმან უკვე სხვაგან წავაყვაინე თავი იმას და ასე შემდეგ რამდენიმე ადგილი გამოიცვალე ნუ ეს დოკუმენტების ბოლოს ბევრი რო არ გადაგყალოთ გავაკეთე როგორ და რანაირად წვალებით იმით და ბოლოს წავედი მე მატარებლით მაგრამ თბილისიდან არ გავყოლი ვარ მატარებელს და ნუ წავედი მოსკოვიდან იქ და ასე შემდეგ და ერთი სიტყვით მე ხა მოგიყევით ამბავი ჩემი ცხოვრებიდან რომელიც საკმაოდ სახიფათო მომენტი იყო და ეს ადამიანი როდესაც გავიდა წლები მე დავბრუნდი რუსეთიდან გავიგე რომ საქართველოსდან მაშინვე წასულა ეს საწასულა კაცი შვილმა არ იცოდა და მე უკვე ვიყავი სადღაც ალბათ 40 წლის არ შემხვედრია ეს კაცი არსად მე ვიცოდი რომ წასული იყო და აღარც გამიგია იმის შემდეგ მისი არსებობა და არც მიკითხავს სხვათა შორის და დაახლოებით ალბათ 40 წლის ვიქნებოდი შეიძლება ცოტა მეტის აღარ მახსოვს ზუსტად ეს დრო მაგრამ მომიტანეს ამბავი რომ ესა და ეს კაციო კვდებაო რაღაცა დაემართა არ ვიცი რაღაც ცუდად იყო თუ რაღაცა და ითხოვს შენთან შეხვედრასო მე წავედი რა თქმა უნდა მივედი გაუბედურებული დამხვდა მომაკვდავი რა ვართ ეს ადამიანები მაინც შემეცოდა მე ესეთი მომენტი რო არ ყოფილიყო იმას არ დავინდობდი და მაინც ფიზიკურად მაინც გაუსწორდებოდი მაგრამ არ შეიძლებოდა იქ ამის გაკეთება და შემდეგში თუ შევხვდებოდი მაინც მოუწევდა იმას ალბათ ეს მაგრამ რომ დავინახე გაუბედურებული გულზე მომხვდა აი ეხლაც კი რომ ახსენდება ეხლაც კი განვიცდი იმას და რომ შევედი ოთახში სადაც ის იწვა ტირილი დაიწყო
ტირილი დაიწყო და ბევრს ვერაფერს გეტყვიოთ, ამაზო მითხრა. მე დავერბოლკებული ვიყავიო და რასაც მავალებდნენო, იმას ვაკეთებდიო. ბოდიშს გიხდიო, ოღონდ მითხარი თუ მაპატიებო. მე სხვა რა დამრჩენოდა. მე უთხარი მე მაშინვე გაპატიე მეთქი. შევედი მდგომარეობაში, იმიტომ რომ კარგი ადამიანი ხარ მეთქი შენ. და მე მივხვდი მეთქი, რომ შენინებით ამას არ გააკეთებდი და ამიტომ მაშინვე გაპატიე მეთქი. რა თქმა უნდა, ვიცრუე, მაგრამ კეთილად ვიცრუე. იმიტომ რომ მის სულს ეს სჭირდებოდა იმ მომენტში. არა უშავს მეთქი. ღმერთი შეგინდობს შენაირ ადამიანებს, შეუნდობს შენ კეთილი ადამიანი ხარ მეთქი, მე ვთქვარი. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, აი თუ ვინმე მისმენს ახალგაზრდა, სხვისი გაუბედურების ხარჯზე არ იცხოვროთ რა. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, აიცილეთ ეგ ყულფი, თუ გიქადით ვიღაც ამ ყულფში თავის გაყოფას. აიცილეთ ეგ ყულფი, იმიტომ რომ სხვისი გაუბედურების ხარჯზე მოგიწევთ ცხოვრება და თქვენი ცხოვრებით ვერ იცხოვრებთ. თავისუფალი იყავით, თავისუფლება ზღვარს გადასვლას არ ზღვარს გადასული თავისუფლება არ არის, როდესაც ზღვარს გადადის ადამიანი. მაგრამ თავისუფალი ბუნების ადამიანი რო ხარ, იმ მორალის საზღვრებში რო რეალებ დოსტოევსკის ნათქვამია კიდევ იმეორებ თავისუფლად რომ მოქმედები მორალის საზღვრებში, მაშინ ახარ თავისუფალი ადამიანი. ასეთი თავისუფალი ადამიანები იყავით. მე მინდა საქართველოში დადგეს ოდესმე ისეთი დროება, როცა ადამიანებს არ გაუჭირდებათ საკუთარი გონების რეალიზება. არ გაუჭირდებათ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა და არ იქნება ეს ჩასაფრებული ადამიანების მთელი, რა ვიცი, არმია და ეს უნდობლობა, რომელსაც იწვევს ზუსტად აი ასეთი დამოკიდებულება. მე მინდა ყველას ბედნიერი ცხოვრება გისურვოთ. მე მინდა განსაკუთრებით ახალგაზრდების დარდი მაქვს, იცით, იმიტომ რომ მომავალი საქართველო თქვენ უნდა ჩაიბაროთ. იაზროვნეთ ეს ცოდნა, რასაც მე გეუბნებით ხოლმე, სწორედ იმაში გამოგადგებათ, რომ რეალურ ცხოვრებაში გაერკვეთ. და სახარება და სახარებისეული სიბრძნე კი იმაში გამოგადგებათ, რომ ყოველთვის თუ კი სწორად იმოქმედებთ, გქონდეთ ღმერთის იმედი, რომელიც აუცილებლად გიშველით და დაგეხმარებათ ისეთ მომენტში, როცა გგონიათ, რომ აღარაფერი გეშველებათ. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ. იმ ხალხსაც დაგლოცავთ, თქვენ წარმოიდგინეთ, ვინ ცუდ წერილებს მწერთ. დაგლოცავთ და კიდევ ერთხელ გაგაფრთხილებთ. შეურაც მყოფელ წერილებს ნუ მომწერთ. იცით, მე ხშირად ვიმეორებ ამას. ებრაულ სიბრძნეს. პეტრე მომიყვა პავლეს შესახებო და პეტრეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პავლეზეო. თქვენ, სადაც არ უნდა წაიღოთ ჩემი გამოსვლა, სადაც არ უნდა დადოთ, ეს იმეტყველებს თქვენს არაკაცობაზე. და თუ ხალხი მომისმენს მე, უფრო მეტ მსმენელს გამიჩენთ. იმიტომ რომ მე არ გლანძღავთ იმ ბიჭისგან განსხვავებით. ნუ იმ ბიჭმა ის გზა აირჩია და გაუმართლა. მე ეს გზა ავირჩიე და ალბათ მეც გამიმართლებს. თუ არა, ყოველ შემთხვევაში პოროტული განწყობით არ ვიქნები, მაგრამ
თუ გადახვალთ ზღვარს, ну შემდეგ რაღაცნაირად შეგაჩერებთ. სხვა ხერხებიც არსებობს. ოღონდ არა ცუდი გაგებით. რბილად. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერად იყავით ყველა მიყვარხართ და ეცადეთ არავინ არ გძულდეთ. სიყვარული არის ერთადერთი ძალა, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებთ. ამ სიყვარულს გისურვებთ. ნახვამდის.